კრიტიკა ისეთი ორგანიზაციების მიმართ, როგორიცაა J Street-ი, იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ფაქტობრივად საფარს უქმნით. თქვენ საფარს უქმნით ისრაელის მტრებს, რომ თქვან, კარგი, ეს ჯგუფი ფაქტობრივად აცხადებს, რომ ისრაელის და მშვიდობის მხარდამჭერია. ისინი ყოველთვის აკრიტიკებენ ისრაელს. ისინი ამატებენ ასეთ ნიუანსებს. ჩვენ ვუჭერთ მათ მხარს, მაგრამ მათ უნდა შეცვალონ ეს, ის და ის. ამიტომ თქვენ ვერ დაგვადანაშაულებთ ანტისემიტიზმსა თუ ისრაელის წინააღმდეგობაში, რადგან ფაქტობრივად მათ უჭერთ მხარს. როგორ ასხოვებთ ამას? რას აკეთებთ თქვენ, როგორც ადვოკატი რიბების ჯგუფი და სხვა თქვენნაირი ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრზე იმავე ადგილს იკავებენ? სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც თითქოს აშკარად გეკვირიან თქვენ, მხოლოდ პოლიტიკური საფარისთვის. დიახ, არა, ნახეთ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა და ეს გამოწვევა 10 წლის წინ არ არსებობდა. პირდაპირ ვთქვათ, ანუ 10 წლის წინ. J Street-ი უბრალოდ კამათობდა AIPAC-თან და AIPAC-ის პოზიცია, რომ თითქოს სრული ორპარტიული მხარდაჭერა ქონოდა ყველაფერს, რასაც ისრაელის მთავრობა მოითხოვდა, სწორედ ეს იყო პოზიცია ASHS-ის კონგრესში. მაგრამ ეხლა ჩვენ ხშირად პოულობთ თავს კამათში მათთანაც, ვინც მარცხნივ დგას. მე საკმაოდ ბევრი დრო მაქვს გატარებული ორგანიზაციებთან კამათში და ასე გრძელდება ტელევიზიაში და მედიაში ვსაუბრობ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენზე მარცხნივ დგანან და ვუხსნი, რომ არა, იცით რა, და ყველაზე დიდი განსხვავება იმაში, რაზეც ისინი კამათობენ და რაზეც ჩვენ კამათობთ, ისაა, რომ ზოგიერთი მათგანი ამბობს, დაივიწყეთ ეს ყველაფერი. მოდით საერთოდ მივატოვოთ ისრაელი, დავაწესოთ წესოთ სანქციები ისრაელზე, იზოლაციაში მოვაქციოთ ისრაელი, დავსაჯოთ ისრაელი, დავასრულოთ აშტ-ში და ისრაელის ურთიერთობა. აი ესეთ რაღაცებს ემხრობიან ისინი. მე ვფიქრობ, რომ არის არ მჯერა, რომ ეს თავისთავად ანტისემიტიზმია. ვფიქრობ, ამის ნაწილი ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, არის ესეთი ელემენტი, არიან ადამიანები, რომლებიც ანტისემიტები არიან და ამ მოძრაობის ნაწილი არიან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ასე ფიქრობენ და არიან ის, რასაც ანტიციონისტებს უწოდებთ, მაგრამ არიან. და შეგვიძლია ამაზე და განსხვავებაზე ვისაუბროთ. მაგრამ ამ ორ შორის ნამდვილად არის თანხვედრა. იცით, ეს ჩვენი პოზიცია არ არის და ჩვენ ამის ნაცვლად ვამტკიცებთ, რომ იცით, ჩვენ გვინდა ASHS-სა და ისრაელს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობა. ამ ყველაფრის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვლობირებთ, მაგალითად, რკინის გუმბათისთვის, ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვისთვის, სარაკეტო თავდაცვისთვის. იცით, ასე ვიქცევით. წლების განმავლობაში J Street-ი ამტკიცებდა უსაფრთხოების ურთიერთობის გაგრძელების აუცილებლობას. მხოლოდ ბოლო რამდენიმე, ძირითადად ბოლო 2 წელიწადში დავიწყეთ იმის მტკიცება. ჰეი, ეს იარაღი უნდა გაიყიდოს ASHS-ის კანონმდებლობის შესაბამისად და თუ დარღვევებია, ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ასევე დავიწყეთ საუბარი იმავე ტონით, როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუ, რამამი და იული ლინცი გრემი. ყველანი საუბრობენ იმაზე, რომ ისრაელს აღარ სჭირდება ფინანსური სუბსიდია, რომელიც ამ საკითხებთან იყო დაკავშირებული და დიდი ხანია არსებობს. ასე რომ იქ გარკვეული ევოლუცია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი პოზიციები მკაფიოდ დავაფიქსიროთ. ასევე ვცდილობთ გარკვეული წითელი ხაზები გავავლოთ იმ ადამიანებთან, ვისთანაც არ ვეთანხმებით. და ვფიქრობ, რეალობა ისაა, რომ მაგალითად თუ შეხედავთ გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატაში გამართულ კენჭისყრას, აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისა, ვინც მხარი დაუჭირა ამ დახმარების შემცირებას ან სრულად გაუქმებას, დემოკრატებმა, რომლებმაც ასე მოიქცნენ, თქვეს, რომ ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ ნეთანიაჰუს მთავრობით. მათ არ ეგონათ, რომ ეს ოდესმე კანონად იქცეოდა, მაგრამ მათ სურდათ გზავნილი გაეგზავნათ. და მჯერა, რომ იმ 100-დან ალბათ 80 ან 85 ჩვენთან თანხმობაშია. ალბათ 10 ან 15 კიდევ უფრო შორს მიდის და უბრალოდ მთლიანად შეწყვეტის პოზიციაზეა. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ჩვენი პოზიცია და ეს არ არის ის პოზიციები, რომელსაც ჩვენ ვენ ვიღებთ წარმომადგენელთა პალატაში. და რასაც ვცდილობთ, არის დემოკრატიულ პარტიაში დიდი ცენტრის შექმნა. იმისთვის, რასაც მე უწოდებ კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს და უზრუნველყოფს ისრაელელებისა და პალესტინელების უსაფრთხოებას, დაცულობასა და თავისუფლებას. იცით, უნდა ვაღიაროთ ეს, განსხვავებით იმ უკიდურესი მიდგომისგან, რომ მოდი ყველაფერი დავანგრიოთ და ურთიერთობას მოვშორდეთ. ეს არ არის ჩვენი პოზიცია. თქვენ ბიჭებო, ამდენი წელი ცდილობდით პარტია თქვენკენ მოგეზიდათ. ახლა კი საპირისპირო მიმართულებით მიდიხართ და ცდილობთ რაღაც ნაწილი უკან დააბრუნოთ. ანუ გრძნობთ, რომ ცოტა გადააჭარბეთ. თუ უბრალოდ პარტია უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე თქვენი ორგანიზაცია, შეძლებდა ადაპტირებას. სინამდვილეში მგონია, რომ ძირითადად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვიყავით. გარკვეული ცვლილებებით, მაგრამ სულ ერთსა და იმავე პოზიციაზე ვიყავით. მე J Street-ში მხოლოდ წელიწად ნახევარია ვარ, მაგრამ იცით, თითქმის მთელი ეს დრო ერთსა და იმავე პოზიციაზე ვიყავით. ამერიკული პოლიტიკა მართლაც დრამატულად შეიცვალა. სინამდვილეში არ ვფიქრობ, რომ ზედმეტი მოგვივიდა. პირიქით, ვფიქრობ, დემოკრატიული პარტიის უმრავლესობა სწორედ იქ არის, სადაც ჩვენ ვართ. ეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ძალიან ხმაურიანი ადამიანებია, რომლებიც შესაძლოა მარცხნივ გადაინაცვლეს ჩვენთან შედარებით. და ამ ხმაურიანი ადამიანების უმეტესობა იმ კონგრესის ოლქებშია, რომლებიც დემოკრატების მტკიცე დასაყრდენებია, ხომ გესმით? ასე რომ ეს სიმართლეა.
ნახეთ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც კამპანიის შემდეგ J Street-ში მუშაობა დავიწყე, ხომ ასეა. კამპანიის დროს ჩემი საქმე იყო ებრაელ ამომრჩევლებთან ურთიერთობა. და მე ვიყავი ებრაელ ამომრჩევლებთან ურთიერთობის ეროვნული დირექტორი. და რაც კამპანიაზე ყველაზე ხმამაღალი ხმები, რომლებსაც ვისმენდი, ორი ადგილიდან მოდიოდა. ერთი იყო ისინი, ვინც ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარს უჭერდა მიუხედავად ყველაფრისა. და როგორც ამბობდნენ, ჩვენ ამ მთავრობას მხარს დაუჭერთ მიუხედავად ყველაფრისა. და მეორე მხარე იყო ადამიანები, რომლებიც 2023 წლის 8 ოქტომბერს გენოციდს ხwirოდნენ და უკვე ქუჩაში აპროტესტებდნენ, ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ისრაელის ბრალი იყო. უმრავლესობა იმ ადამიანებიდან, ვისთანაც საუბრობდი, ამ ორ კატეგორიაში არ ჯდებოდა. ისინი ბევრად უფრო ჩუმები არიან, მაგრამ ისინი იმ მდგომარეობაში არიან, სადაც კიდევ ერთხელ, როგორც ისრაელელებს, ისე პალესტინელებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, უსაფრთხოება და შესაძლებლობა. The J Street ამ ხმებს აძლიერებს. და საბოლოოდ შეიძლება ეს ხმები უფრო ჩუმია, მაგრამ სწორედ ისინი წარმოადგენენ ამომრჩეველთა უმრავლესობას. ამას ისევ და ისევ ხედავ. ამას გამოკითხვებშიც ხედავ. უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება ყველაფერი 1 წლის შემდეგ, როცა დემოკრატიული პარტია შიდა პარტიულ არჩევნებსა და დისკუსიებში შევა. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პარტია ამ ორ უკიდურესობიდან რომელიმეს აერჩევს. მე ვფიქრობ, ისინი საბოლოოდ ესეთ შუა პოზიციაში აღმოჩნდებიან, სადაც შეძლებენ ისრაელის მხარდაჭერას, მაგრამ დისტანცირდებიან ნეთანიაჰუს მთავრობისგან და მზად იქნებიან თქვა, ჩვენ გვინდა რომ ისრაელი იყოს ჩვენი პარტნიორი, მაგრამ ჩვენ ასევე არ გვინდა რომ ისრაელს უპირობო მხარდაჭერა მივცეთ. და როცა არ ვეთანხმებით, მაგალითად, ჩვენ რაღაცას არ დაუჭერთ მხარს,